რა არის ჩვენი გეგმა, რა არის გამოსავალი და რა საორგანიზაციო სამუშაოებს ვატარებთ, რა არის ახლა მოცემული. ჩვენ აქციის წინაც გეუბნებოდით და ეხლაც კიდევ და კიდევ ამას ვხსნით, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რო გვესვენდეს. თავარი ჩვენი ძალა არის ორგანიზებული მოძრაობის შეკრება. ორგანიზებული წევრებით. ორგანიზებული თანამებრძოლებით, იმიტომ რომ მთელი ეს შესაძლებლობები აქციის მასშტაბური აქციის შეკრებისა დგას იმაზე, რომ ჩვენთან კავშირზე არიან ორგანიზებული თანამებრძოლები, რომლებიც ეძებენ თავის გარშემო თანამოაზრეებს, რაღაცა მონაცემებს კრებენ წინასაარჩ აქციოდ, აი რამდენი კაცია წამოსვლილი და აი ესე იციან აი ჩემ გარშემო ამდენი კაცი მოდის, ჩემ გარშემო ამდენი კაცი მოდის, ჩვენ გვაქვს ნომრები ამ ჩვენი თანამებრძოლების და ჩვენ ვრეკავთ და წინასწარ ვიცი დაახლოებით ზუსტად დათვლით რამდენი კაცი მოდის ხოლმე. თქვენ რაც აქცია ნახეთ, მაგ აქციის ნახევარი, ანუ ცოტა უფრო მეტი, იყო ჩვენ თანამოაზრეების მიერ გარშემო მოძებნილი სხვა თანამოაზრეები შეკრებილი და ერთად მოვიდნენ ორგანიზებულად, მეორე ნახევარი მოწოდებებით და ეგ მასშტაბი, რომელიც თქვენ ნახეთ, იყო მაგის შედეგი. მათ შორის ჩვენი ორგანიზებული თანამებრძოლები ინტერნეტში აქტიურად იბრძვიან, ავრცელებენ აზრებს, წერენ პოსტებს, თქვენ ბევრი ვიდეოც ნახეთ აქციის წინ, რო იწერებოდნენ ჩვენიანები ვიდეოებს, მივდივართ, მობილიზებისკენ მოგიწოდებდნენ, ეს არის ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი ხანგრძლივი სამუშაო ჩატარებული ამის ირგვლივ და ეს ხერხდება მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ბევრნი ვართ ერთმანეთთან კავშირზე, გვაქვს საორგანიზაციო ქვეჯგუფები, ნომრები გვაქვს ერთმანეთის, შეკრული დიდი გუნდია და დაახლოებით საქართველოს მასშტაბით ჩვენ გვყავს დაახლოებით 1500 ორგანიზებული თანამებრძოლი ეხლა ამ ეტაპში მონაცემები რო ვიცოდეთ. და ამ 1500 თანამებრძოლის სამუშაოს შედეგი იყო აი იმ აქციის მასშტაბი, რომელიც მოხერხდა. იმისთვის რომ მნიშვნელოვნად დრამატულად უფრო დიდი მასშტაბზე გავიდეთ, ჩვენ უნდა გავზარდოთ ორგანიზებული თანამებრძოლების თვისობრივად უნდა გავზარდოთ რაოდენობა, რამდენჯერმე. ეხლა რაც გვჭირდება, შემდეგი გაჩერება ეს არის მინიმუმ 5000 ორგანიზებულ თანამებრძოლზე თუ არ გავედით, თვისობრივად ბევრად მასშტაბური აქციის ჩატარება შეუძლებელი იქნება. ბევრად მასშტაბური აქცია იქნება, ბევრად დიდი დემონსტრაცია დანარჩენი საზოგადოებისთვის, რომ ბრძოლას აქვს აზრი, ჩაერთეთ ამ ბრძოლაში და შანსის შეგრძნების გაჩენას შესაძლებლობას მოგცემს იმისა, რომ გაჩნდეს შანსის შეგრძნება და უკვე ტალღა იყოს იმხელა მასშტაბის, რომ გაუჩერებელი გახდეს. ეხლა შემდეგი ნიშნული რომ დავთქვათ, აი რა გვჭირდება, ეს 1500 თანამებრძოლი უნდა გავიდეს 5000-ზე მინიმუმ, აი შემდეგი გაჩერება. აი ეხლა ჩვენ ვაპირებთ თბილისის უბნებში, ეხლა ახალ წლებში აზრი არ აქვს, ყველას გვესმის, რომ მთელი ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი მოსახლეობის რაიონებში წავა საახალწლოდ, შობა ახალწელს იქ ხვდებიან ხოლმე ხშირად, ვინც თბილისში იქნება, იმასაც ბევრს საახალწლოდ ამისთვის არ ცალია, ამიტომ როგორც გადაივლის შობა ახალი წლები, შემდეგ ჩვენ დავიწყებთ თბილისის უბნებში საინფორმაციო შეხვედრების დაორგანიზებას და ჩატარებას. ეხლა რა შედეგი მოგცა ამ კონკრეტული აქციამ საორგანიზაციო კუთხით. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თბილისში ჩვენი თანაორგანიზატორების რაოდენობას, იმიტომ რომ ყველას გვესმის, რომ რეგიონიდან ხალხის წამოსვლა არის ძნელი, ძვირი, ხანგრძლივი პროცესი და ბევრი ვერ ახერხებს. ანუ სურველი თუ არის პირობითად რო ვთქვათ 200 შეიძლება წამოვიდეს 50 პირობით თანაფარდობას ვამბობ. ხო, იმიტომ რომ აი დიდი ხარჯია, აი წარმოიდგინეთ დაუშვათ სადღაც შორეული რაიონი და ვთქვათ წალენჯიხიდან წამოსული, ქედადან წამოსული, სადმე ვთქვათ ყვარლიდან წამოსული, ხო, ხარჯია და ბევრი ვერ ახერხებს, შესაბამისად ბევრად მცირე პროცენტი სურველებისა აქამდე აღწევს. ამიტომ თბილისს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ჩვენ თბილისის უბნებში ჩავატარებთ ამ შეხვედრებს. მომავალია ვთქვათ, რომ გადაილუშობა ახალი წლები, შემდეგ უკვე დაახლოებით თვე ნახევარი დაგვჭირდება ყველა უბნის მოვლას.
ყოველ შაბათ-კვირას ჩავატარებთ ხოლმე თბილისის უბნებში საინფორმაციო შეხვედრებს, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი შემოვიკრიბოთ ორგანიზებულ თანამებრძოლებს. ეხლა კონკრეტულად ამ აქციის მაჩვენებელი რა იყო? თბილისში ჩვენ აქციამდე ყავდა 660 ორგანიზებული წევრი თბილისში მხოლოდ. ამ აქციაზე ჯამში ეხლა მაგალითად ეს პროპაგანდისტები ხო აცხადებენ რომ სულ 1500 კაცი ესწრებოდა ხო ნუ ეხლა იქ წვიმაში ჩვენიანებმა ფურცლები რო დაარიგეს ხელმოწერების და მოკლედ რო ქონა რაც მოასწრეს ჩაიწერეს ის ხალხი ვინც ეხლა ყველა არ გეწერება იქ რა ქვია ორგანიზატორად და ორგანიზებულ წევრად 1450 კაცი ჩაეწერა ანუ 1500 კაცი იქ ჩაეწერა პირდაპირ თანამონაწილე და ახლები ანუ ის კი არა ვინც ჩაწერილები იყვნენ ისინი არა იყვნენ ისინი კი არა სხვები 1500 კაცი ახლები ჩაგვეწერა ო ამ 1500 კაციდან იქ ნაწილს რაღაცა ვთქვათ შეცდომით იყო შეიძლება ტელეფონი ნაწილთან კავშირზე გასვლა ჯერ ვერ გამოდის ეხლა ახარისხებენ ჩვენები ამ მონაცემებს თბილისიდან ჩაეწერა 772 ადამიანი ნაწილის ჯერ დახარისხებული არ არის კიდე ამის იქით რამდენიმე ასეული დარჩა რომლებიც თბილისიდან შეიძლება იყოს უბრალოდ კონკრეტულად კავშირზე არ გავედენ ვისთანაც გავედით უკვე კავშირზე და გაესაუბრენ და ის ხალხი ჩვეულებრივ მზად არის ორგანიზებულ წევრად ჩაეწეროს თანახმა და ასე შემდეგ ეხლა რაც გვაქვს არის 772 ადამიანი კიდე რამდენიმე ასეულთან ეხლა მიდის კომუნიკაციაზე გავლენ და ნახავთ იქ რამდენი კიდე დაემატება ანუ ჯამში დაახლოებით ეხლა გამოდის თბილისის აქტივი თუ იყო აქამდე 660 ადამიანი ეხლა დაემატა 770 დაახლოებით 1400-ის ფარგლებში უკვე ეხლა ამ გაორმაგებაზე მეტი ზრდა გვაქვს უკვე ამ მოცემულობით აქტივის ის 660 ადამიანმა რაც მოიყვანა თავის გარშემო თანამებრძოლები და იქ რაიონები იყო ძალიან ბევრი ეს იყო რაც ნახეთ ხო ეხლა გავდივართ 1400-ზე კიდე იმედი გვაქვს რამდენიმე ასეული დაემატება მაგრამ ეს არ არის საკმარის ჯამში უნდა გავიდეთ და მამაზე ვიმუშავებთ ამ ახალ ხალხთან ერთად გავალთ მათთან კავშირზე უბან დავივლით შეხვედრებს ჩავატარებთ ან ვინც ვერ ახერხებს მაგალითად ჩვენს ოფისში რომელიც მდებარეობს სააკაძის მეორე გასასვლელი 11A მისამართზე სააკაძის მოედანთან ახლოს სადაც შეხვედრები აქვს ჩვენებს ყოველ დღე 12-დან 6 საათამდე ვინც ვერ ახერხებთ იქ მოსვლას და ჩაწერას ჩვენს რიგებში ჩვენ გავალთ უბნებში და იქ დაველაპარაკებით ჩვენიანებს და შევეცდებით გავზარდოთ თანამოაზრების რაოდენობა როგორც კი ავალთ 5000 ორგანიზებულ წევრზე ჩვენ გვესმის რომ 5000 კაციდან თითოს რამდენიმეს წამოყვანა შეიძლება მიტინგზე თანამოაზრით მოძებნილი წამოყვანა და ჩვენ შეგვეძლება გარანტირებული დათვლით უკვე ძალიან დიდი მიტინგის ჩატარების შესაძლებლობა გვექნება მაგ შემთხვევაში და ამის იქით რა თქმა უნდა ეს იგივე პროპორციით იზრდება იმ ხალხზე გავრცელების შესაძლებლობები რომლებთან პირდაპირ კავშირზე არა ვართ და ის ხალხიც დაემატება ამიტომ ეხლა შემდეგი ამოცანა გვაქვს ეს გავზარდეთ თბილისის აქტივი 1400-მდე კიდევ ითვლიან რამდენიმე ასეული მიდია და გვემატება ვინც ჯერ არ ჩაგვეწერეთ ვერ მოგაწვდინეთ ხმა ან ვერ მოხვედით ჩვენამდე გთხოვთ მოგბრძანეთ ჩვენს ოფისში სააკაძის მეორე გასასვლელი 11 ნომერში და ასევე ჩვენ შემდეგ უკვე იანვრიდან როცა შობის შემდეგ უკვე დავიწყებთ უბნებში შეხვედრების ჩატარებას იქაც ჩვენიანებს გთხოვთ რომ მოიყვანოთ ახალი ხალხი და არწმუნოთ რომ აქ მონაწილეობა ჩართვა საჭიროა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ თვისობრივად რაოდენობრივად ახალ მასშტაბზე გადავიდეთ შემდეგი გაჩერება უნდა იყოს 5000 ორგანიზებული წევრი ამ მოძრაობის არ არის აუცილებელი კონკრეტულად ჩვენ პარტიაში შემოსვლა შეიძლება რაღაც ნაწილში არ გვეთანხმებოდეთ მაგრამ ამ მოძრაობაში მიგრაციის პრობლემის გამკაცრებასთან დაკავშირებით და გადაჭრასთან დაკავშირებით ჩაეწერეთ ამ ნიშნულზე როგორც კი გავალთ ჩვენ შეგვეძლება სხვა მასშტაბის აქციის ორგანიზება ესე კეთდება საქმე ეს არის ბრძოლა ეს არის მეთოდი ეს არის გზა კონკრეტულ ჩართულობას საჭიროებს თითოეული ჩვენგანს როგორც ჩვენ ვართ ჩართულები როგორც ის 1500 კაცი იყო ჩართული ახლა ამ აქციის ორგანიზებაში ისე არის დანარჩენების ჩართვა საჭირო 5000 კაცზე გასვლა კიდევ უფრო მეტზე გასვლა მომავალში იმისთვის რომ
შინაარსობრივად პოლიტიკური დღის წესრიგი შეიცვალოს ქვეყანაში.